შეიძლება თუ არა გამოთვალო მომავალი და რამდენი ნაბიჯია ლოგიკურიდან ფანტასტიკურამდე. 2000 წლის მერე არ მგონია რომ რამე საერთო კონდეს იმ ყოველდღიურ ცხოვრებასთან იმ ცხოვრებასაც ჩვენ ახლა ვცხოვრობთ. მე თანახმოვარ იყვნენ კატები, ჩემი მმართველი. ძაღლები ისე განვითარდებიან, რომ ადამიანი ეყოლება სახლის ცხოველად. რა გავლენას ახდენს გამოგონილი სინამდვილეზე? მაგრამ სხვა ინტერპრეტაცია არის კიდევ უკვე ფანტასტიკის ავტორის პრეროგატივა. ვინ არიან ქართველი ფანტასტები და რა შეუძლია ინიციატივას? შევიკრიბოთ, შევქმნათ კლუბი და გამოვცეთ ჟურნალი. შევთავაზეთ ჩემი თავი როგორც მოგზალებული მწერალი და კიდევ უკეთესი ილუსტრატორი. მე მართალი რომ გითხეს ბრედბერის იდეა არ მომეწონა. კლუბი ფანტასტი და მისი ფანტასტიკური წევრები. გახსნათ ვაცხადოთ ჩვენს დღევანდელ ფანტასტიკურ სხდომას. ნინო დადვანის ფილმის გაუმარჯოს ფანტასტიკას პრემიერა ხუთშაბათს 19 საათსა და 30 წუთზე ტელებლოგში პირველზე.